დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ამოწურა თავის მტკიცებულებების გამოკვლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი პროცესიდან დაცვის მხარე დაიწყებს თავისი მოწმეების სასამართლოზე წარმოდგენა, შეფასება და შეჯამება, რაც შეიძლება დღეისთვის გაკეთდეს, გახლავთ ის, რომ მუქარის ნაწილში ადვოკატის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე არის საუბარი მტკიცებულებები ფაქტობრივად ანულირდა თავად დაზარალებულის დაკითხვის შემდგომ, რომელმაც თქვა, რომ ტელეფონის მეორე მხარეს მყოფი პიროვნება ისეთ კითხვებს უსვამდა, რომ არ იცოდა აშკარად ვისთან ჰქონდა საუბარი, ხოლო იარაღის ნაწილში მტკიცებულებებს ბად წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულად ცნობილი ერთი პირის ჩვენება, რომელიც 4 წლის თავზე ამბობს აბსოლუტურად სხვა რაღაცას, ვიდრე მან პოლიციას უთხრა 4 წლით ადრე, შესაბამისად ის არასარწმუნოა, გარდა ამისა გამამტყუნებელ განაჩენს ვერ უნდა დაედო საფუძვლად იმ გარემოებების გათვალისწინებითაც, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულება თუ ის სხვა გარემოებებით არ დასტურდება, ბუნებრივია არ წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარის მტკიცებულებათა სტანდარტს.